Სალამი მეგობრებო, ეს წარმოგიდგენთ ყველაფერი იმას, რასაც მე ვიღებ ჩემი 100 კილომეტრიანისთვის მზადების ფარგლებში. პროტეინი. ის, რაც ბევრ ადამიანს გონია, რომ დაგაბატიბუტებთ, მაგრამ რეალობაში ემსახურება ცილის მარაგების, ასე ვთქვათ, და ცილის ნორმის შევსებას. ელექტროლიტები. ძალიან ბევრს დავარბივარ, შესაბამისად, მატებით ვიღებ ელექტროლიტების სახით. ლაიფჰაკი, თუ აფთიაქში ვერ გადიხართ და ელექტროლიტებს ვერ ყიდულობთ, რა უნდა ქნათ? უალკოჰოლო ლუდი, არაპოპულარული აზრი და წნილი. გავაგრძელოთ. ახლა ბევრი მეტყვით, რომ თუ სრულფასოვნად იკვებები, საკმარის ვიტამინს, მინერალს იღებ და ასე შემდეგ, მაგრამ ვინ ეკვებება დღესდღეობით სწორად? პოტასიუმი. პასუხს აგებს ჩვენი კუნთების შეკუმშვადობაზე, ნერვ რესპონსზე. გვეხმარება იმაში, რომ კრემფები, ეგრეთ წოდებული კრემფები არ დაგვემართოს. Bananas. Yeah, why bananas? Monkeys never claps. მაგნიუმი მაქვს როგორც მაგნიუმის კომპლექსი, ისევე მაგნიუმის გლიცინატი, რომელიც ხელს უწყობს ძილის ხარისხის გაუმჯობესებას, კუნთების მოდუნებას და ზოგადად აღდგენის სიჩქარეს. ვიტამინების კომპლექსი გაზაფხულზე ზოგადად პროფილაქტიკური მიზნებისთვის ყველასთვის კარგია, რკინა, თავისი C ვიტამინი თათვისებისთვის. და ბოლო, ეს არის ალფა GPC, რომელიც ალფა მეილად არ მაქცევს, მაგრამ ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ზოგადად კოგნიტურ ფუნქციებს, რაც დიდი დატვირთვების პირობებში პლუს სამსახური ძალიან კარგია ყველასთვის. სულ ეს არის.